კარგად გაერთე, მაგარი დრო ატარე, მოილხინე, მაგრამ მეორე დღეს თავს გრძნობ ისე თითქოს გუშინ მატარებელმა გადაგიარა. დაღლილობა, გულისრევა, თავის ტკივილი, მოუსვენრობა, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა. გეცნობა ხო ეს მდგომარეობა? ეს კარგად ნაცნობი ნაბახუსების სიმპტომებია. აი ამ ვიდეოში კი სწორედ იმას განვიხილავთ, როგორ უნდა აირიდო თავიდან ნაბახუსები საერთოდ, ან თუ მაინც გექნება მეორე დღეს ნაბახუსები, ის რაც შეიძლება მალე და ეფექტურად შეიმსუბუქო, რომ დაუბრუნდე შენს ცხოვრების აქტიურ რიტმს. სანამ იმას გავიაზრეთ, როგორ უშველოთ ჩვენ თავს ნაბახუსებზე, ან საერთოდ როგორ ავირიდოთ ეს საშინელი მდგომარეობა, უნდა ვიცოდეთ რა ხდება ამ დროს ჩვენს ორგანიზმში და საიდან მოდის ეს ყველაფერი. რადგან გამიზნულად ისე მოვიქცეთ, რომ ნაბახუსების განვითარების მექანიზმი დასაწყისშივე ჩავახშოთ. მარტივად რომ გითხრათ, ნაბახუსები არის ორგანიზმის ნორმალური რეაქცია ჩვეულებრივ საწამლავზე, რომელსაც ჩვენ მას დიდი რაოდენობით ვაწვდით. გულისხმობ რა თქმა უნდა ალკოჰოლს. ალკოჰოლზე ერთი ვიდეო უკვე დეტალურად მიდევს. დღეს აღარ ჩაუღრმავდები ალკოჰოლი როგორ მოქმედებს ჩვენზე, უბრალოდ დეტალურად აგიხსნით რატომ ვითარდება ნაბახუსები. პირველი ეფექტი ალკოჰოლისა, რომელიც ნაბახუსების განვითარებას უწყობს ხელს, არის ის მახასიათებელი, რომ ალკოჰოლი არის შარდმდენი, ანუ დიურეტიკი. წარმოიდგინეთ, მიუხედავად იმისა, რომ საშუალო სტატისტიკური თამადა დაახლოებით 3-დან 4 ლიტრამდე სითხე შეიძლება ამ კეიფის და სუფრის განმავლობაში იღებდეს, ალკოჰოლის ამ შარდმდენი თვისებიდან გამომდინარე ის უფრო მეც კარგავს, ვიდრე იღებს. როგორ? აი კონკრეტულად ალკოჰოლი მოქმედებს ჩვენს ორგანიზმში ერთ ჰორმონზე, რომელსაც ანტიდიურეზული ჰორმონი ჰქვია. ნორმალურ შემთხვევაში ეს ჰორმონი მოქმედებს ჩვენს თირკმელებზე და ნორმალურ მდგომარეობაში უზრუნველყოფს იმას, რომ თირკმელებმა რაც გაფილტრეს ზედმეტი სითხე, ის უკან შეიწოვონ. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ალკოჰოლი ჩვენს ორგანიზმში დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი, ის ბლოკავს ამ ჰორმონის გამომუშავებას და შესაბამისად თირკმელი შეუფერხებლად გამოდევნის სითხეს ჩვენი ორგანიზმიდან. მაგრამ რა პრობლემაა სითხის დაკარგვა? დავლევთ წყალს და ისევ შეივსება, ხო? ფლათ ესე მარტივადაც არ არის საქმე. ამ სითხესთან ერთად ჩვენ მარტო წყალს კი არ ვკარგავთ, არამედ მასში გახსნილ ელექტროლიტებს, როგორიც არის მაგალითად ნატრიუმი, კალიუმი. მთლიანად სისხლის მოცულობა მცირდება, რომელიც ცირკულირებს ჩვენს ორგანიზმში. შედეგად ნაბახუსებზე ვითარდება ისეთი ნიშნები, როგორებიც არის მაგალითად თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და პირის სიმშრალე. შემდეგი ეფექტი, რომელიც ნაბახუსების განვითარების პირდაპირ საფუძველია, არის განადგურებული ძილი. მოიცა, რა განადგურებული ძილი, როდესაც ალკოჰოლს ვიღებ, მკვდარივით მძინავს, იფიქრებს უმრავლესობა. კი ეს შეიძლება შენ გონია ესე, იმიტომ რომ ნასვამი ხარ. მაგრამ სინამდვილეში ერთი ჭიქა ღვინის მიღების შემდეგაც კი ჩვენი ძილის სტრუქტურა იმაზე გაცილებით უფრო უარესია, ვიდრე ფხიზელი ადამიანის შემთხვევაში. მოკლედ რომ აგიხსნათ, ჩვენი ძილი შედგება რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფაზისგან, მათ შორის მაგალითად REM ფაზა. ეს ის ფაზაა, სადაც მაგალითად ჩვენ სიზმრებს ვნახულობთ. ძილის ეს ფაზები კი დაახლოებით 90 წუთს მოიცავს და ის ციკლურად ესე მეორდება. ამ REM ფაზის განმავლობაში კი ჩვენი ორგანიზმი ყველაზე მეტად ისვენებს და ჩართულია აღდგენით პროცესებში. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ერთ ჭიქა ალკოჰოლს მივიღებთ, ძილის ეს ზედმიწევნით ზუსტი სტრუქტურა ირღვევა და ადამიანს გაცილებით უფრო ზედაპირულად ძინავს და სიმთვრალის შემთხვევაში ღამის განმავლობაში უამრავჯერ ეღვიძება. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება მეორე დღეს მას საერთოდ არ ახსოვდეს. შესაბამისად, შენ შეიძლება 12 საათიც კი გეძინოს ჭყალებში, როდესაც დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მიიღებ, მაგრამ მეორე დღეს იყო განადგურებული, თითქოს მთელი ღამე გაგითენებია. აი სინამდვილეში ნორმალურ მდგომარეობაში 6-7 საათი ძილიც კი გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე მაგალითად ნასვამ მდგომარეობაში გაცილებით დიდი ხნით ძილი. შემდეგი ეფექტი არის ზუსტად ის მომწამლავი ეფექტი, რაც დაგარწმუნებთ იმაში, რომ ალკოჰოლი მართლა საწამლავია. კონკრეტულად ალკოჰოლის შემადგენლობაში ქიმიურად არის ეთანოლი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში მოხვედრისა და ნაწლავში აბსორბციის შედეგად იწვევს ალკოჰოლურ თრობას. თუმცა ეს ეთანოლი უნდა გადამუშავდეს ორგანიზმში, რომ ის გამოიყოს შემდეგ და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ღვიძლი. ღვიძლი ამ ეთანოლს გარდაქმნის აცეტალდეჰიდად და სწორედ ეს აცეტალდეჰიდი არის ეთანოლზე, ანუ ალკოჰოლზე უფრო გაცილებით დამაზიანებელი და მომწამლავი ნივთიერება. რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს ასევე იმაში, რატომ უვითარდებათ მაგალითად ალკოჰოლიკებს ღვიძლის დაზიანება და ციროზი. ამ მომწამლავი ნივთიერების წარმოქმნას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი რაოდენობით მივიღებთ ალკოჰოლს და ღვიძლი ვერ ასწრებს იმ რაოდენობის გადამუშავებას და ჩვენ ასე ვთქვათ ამ ფერმენტულ რესურსს ბოლომდე ვიყენებთ, ეს ნივთიერება ხელს უწყობს ისეთი სიმპტომების განვითარებას, როგორიც არის მაგალითად გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი. გარდა ამისა, ალკოჰოლი, როგორც საწამლავი, აქტიურებს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვით მექანიზმებს და იმუნურ სისტემას. ამ გააქტიურების შედეგად კი გამოიყოფა ციტოკინები. ესენი არიან უმცირესი ნივთიერებები, რომლითაც ჩვენი იმუნური უჯრედები ერთმანეთთან კომუნიცირებენ და ასე ვთქვათ ორგანიზებულად და კოორდინირებულად იცავენ ჩვენს ორგანიზმს სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორებისგან. მსგავსი იმუნური აქტივობის შედეგად კი ძლიერდება ჩვენს ორგანიზმში მაგალითად დაღლილობა, რადგან ეს პროცესები მოიხმარენ უამრავ ენერგიას. უარესდება რა თქმა უნდა კონცენტრაცია და ადამიანს უვითარდება შეგრძნება თითქოს ის ავად არის, მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება არანაირი მწვავე დაავადება არ აწუხებდეს. კარგი, მოდი ალკოჰოლის დემონიზებას მოვეშვათ, რამდენიც არ უნდა გითხრათ, ვისაც მოუნდება ის რა თქმა უნდა მაინც დალევს ალკოჰოლს. ეხლა გადავერთოთ იმაზე,
თემაზე, რითიც ეს ვიდეო დავიწყეთ. Როგორ ავირიდოთ საერთოდ ნაბახუსევი, ისე რომ მეორე დღეს საერთოდ არც კი გქონდეს ეს შეგრძნება. პირველ რიგში ალკოჰოლი უნდა სვათ ნელ-ნელა და პორციებად და არა მაგალითად ერთდროულად და ყანწებით. ამით თქვენ ორგანიზმს და კონკრეტულად ღვიძლის ფერმენტულ სისტემას აძლევთ საშუალებას, რომ თანდათანობით გადაამუშავოს ეს პორციებად მიღებული ალკოჰოლი, არ გადაიტვირთოს ეს ფერმენტული სისტემა და არ მოხდეს მაგალითად იმ შუალედური პროდუქტების, რომლებიც უფრო მომწავლავები არიან, ვიდრე მაგალითად ეთანოლი, მათი დაგროვება, აკუმულაცია და როგორც ღვიძლის დაზიანება, ასევე ორგანიზმზე მსგავსი მომწავლავი და დამაზიანებელი ეფექტის გავრცელება. შემდეგი და ალბათ უმთავრესი, იმისთვის რომ ავირიდოთ ნაბახუსევი თავიდან, არის ის, რომ მივიღოთ წყალი. უნდა ვიმოქმედოთ ზუსტად იმის საპირისპიროდ, რასაც ალკოჰოლი აკეთებს. ის დევნის ჩვენი ორგანიზმიდან სითხეს, ჩვენ კი უნდა მივიღოთ რაც შეიძლება უფრო მეტი სითხე და ელექტროლიტები, რათა მეორე დღეს ეს გაუწყლოების და ავადობის შეგრძნება შევამციროთ. მაშინაც კი, როდესაც შეწყვეტ ალკოჰოლის მიღებას და ასე ვთქვათ, თქვენ დოზას მიიღებთ, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი ორგანიზმი მთელი ამ დროის განმავლობაში წყალს დაკარგავს დილამდე და ამიტომ ეცადეთ, რომ ეს ბალანსი წინასწარ შეივსოთ. შემდეგი მნიშვნელოვანი პუნქტი არის ის, რომ დალევამდე და დალევის პარალელურად უნდა მიირთვათ ნახშირწყლებითა და ცილებით მდიდარი საკვები. ზოგადად ეს მითი არ არის, რომ მშიერ კუჭზე მიღებული ალკოჰოლი უფრო მარტივად ათრობს და ნაბახუსევის მეორე დღეს უფრო მძიმედ გამოხატულია და მალე ვითარდება. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ როდესაც ჩვენ მაგალითად ნახშირწყლებითა და ცილებით მდიდარ საკვებს მივიღებთ, ეს ყველაფერი კუჭში მოხვედრის შემთხვევაში აყოვნებს კუჭის დაცლას, ანუ კუჭიდან წვრილ ნაწლავში გადასვლას კუჭის შიგთავსის, სადაც რა თქმა უნდა ალკოჰოლი წხვდება. ალკოჰოლის 80% კი შეიწოვება წვრილ ნაწლავში, ანუ კუჭიდან გადასვლის შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ როდესაც პარალელურად ან ალკოჰოლის მიღებამდე საკვები უკვე მივიღეთ, ალკოჰოლის შეწოვა ნელდება და ამ პროცესის პარალელურად სისხლის პლაზმაში ალკოჰოლის პიკური კონცენტრაციაც უფრო მცირდება, რადგან ის ნელ-ნელა შეიწოვება. ეს კი შედეგად გვაძლევს იმ ეფექტს, რომ მიუხედავად მიღებული დოზისა, მშიერ კუჭზე მიღების შემთხვევაში ჩვენს პლაზმაში უეცრად ჩნდება უდიდესი პიკი ალკოჰოლისა, ხოლო ნაჭამზე ან პარალელურად კვების შემთხვევაში ეს პიკი გაცილებით უფრო მცირდება და ალკოჰოლის შეწოვაც უფრო ერთგვაროვანი ხდება. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი, რატომ არ უნდა დალიოთ უჭმელზე, არის ის, რომ ალკოჰოლის მიღებამ უზმოზე შეიძლება ჰიპოგლიკემიები, ანუ სისხლში გლუკოზის დონის დაცემა გამოიწვიოს. ეს განპირობებულია იმით, რომ როგორც გითხარით, ალკოჰოლის მიღების შემდეგ ღვიძლი დაკავებულია ამ ტოქსიკური ნივთიერების გაუნებელყოფით. მაგრამ ღვიძლს გარდა იმისა, რომ ჩვენი შეცდომების გამოსწორებაზე იმუშაოს, ძალიან ბევრი საქმე აქვს კიდე. ის მონაწილეობს მაგალითად სისხლის პლაზმაში გლუკოზის, ანუ შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებაში. მაგალითად, როდესაც ჩვენ სისხლის პლაზმაში ნორმაზე უფრო მეტად მცირდება გლუკოზა, ღვიძლში იწყება კონკრეტული პროცესი, რომელსაც გლუკონეოგენეზი ქვია და ამით ღვიძლი ქმნის გლუკოზას, რათა აწიოს სისხლის პლაზმაში შაქრის დონე. თუმცა, როდესაც ჩვენ ალკოჰოლს ვიღებთ, ეს პროცესი შემცირებულია და შესაბამისად ადამიანებს უფრო დიდი შანსია განუვითარდეთ ჰიპოგლიკემია, ანუ სისხლში დაბალი შაქრის დონე. რაც მერე გამოიხატება შემდეგი ნიშნებით, როგორც არის მაგალითად დაღლილობა, სისუსტე, კანკალი, კონცენტრაციის დარღვევა. უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ მეორე დღეს არ ვინანოთ საერთოდ რატომ ვარ ცოცხალი, რომ მაღალ სპირტიანი სასმელები ერთმანეთში არ აურიოთ. და ყველაზე მთავარია ის, რომ იცოდეთ რა დოზით უნდა მიიღოთ ალკოჰოლი. არ არის აუცილებელი მეორე დღეს არ გახსოვდეთ საერთოდ რა ხდებოდა წინა დღეს. ზომიერება საუკეთესო მიდგომაა ამ შემთხვევაში და არა მხოლოდ ალკოჰოლთან მიმართებაში, ცხოვრების ბევრ ასპექტში, მაგრამ თუ მაინც ვცადეთ ეს ყველაფერი და მეორე დღეს მაინც საშინლად გრძნობთ თავს, აი მაშინ როგორ მოვიცილოთ ნაბახუსევი და რაც შეიძლება მალე გავხდეთ ისევ აქტიურები და გავაგრძელოთ ბედნიერად ცხოვრება. ზოგადად რომ გითხრათ, ალკოჰოლის გადამუშავება ორგანიზმს შეუძლია კონკრეტული რაოდენობით, ზუსტად რომ თქვათ, საათში დაახლოებით 0.1-0.15 პრომილი. და ამ პროცესს ვერ დავაჩქარებთ ვერანაირად. გინდა ყავადალიეთ, გინდა ივარჯიშეთ, ვერანაირი პროცესი ჩვენს ფერმენტულ ამ რესურსს ვერ დააჩქარებს. რო ამ შემთხვევაში უმთავრესი ფაქტორია. თუმცა უმთავრესია ამ დროს ვიცოდეთ, როგორ შევიმსუბუქოთ ეს საშინელი სიმპტომები და ნიშნები. და რაც თავარია შევუქმნათ ორგანიზმს ოპტიმალური პირობები იმისთვის, რომ ისევ ცოცხლად იგრძნოს თავი. რაც ნაბახუსევის თავიდან არიდებისთვის იყო უმთავრესი, ნაბახუსევის მკურნალობაშიც უმთავრესია წყალი და ელექტროლიტები. აი მოწამვლის დროს რომ ადამიანებს აძლევენ ხოლმე ელექტროლიტებს, ხომ იცით რაღაც მლაშე მოტკბო გემო რომ აქვს. აი სწორედ ეგ ელექტროლიტებია ამ დროს ყველაზე დიდი მკურნალი. რა თქმა უნდა საჭირო რაოდენობის წყალთან ერთად. წვნიანიც ამ დროს მშვენიერი იდეაა, რადგან ისიც შეიცავს გარკვეული დონით ამ ელექტროლიტებს და რა თქმა უნდა სითხესაც. ლაითი საუზმე დაგეხმარებათ ამ დროს რომ ორგანიზმს მიაწოდოთ ენერგია, ელექტროლიტები, სხვადასხვა ვიტამინები. აი მაგალითად ბანანი დაგეხმარებათ რომ კალიუმი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ელექტროლიტია და ალკოჰოლის მიღების დროს დიდი რაოდენობით გამოიყოფა ორგანიზმიდან, კალიუმის მარაგი შეივსოთ. ასევე მაგალითად კივიც. ამასთან ერთად გადამწყვეტია ძილი. კი შეიძლება ძილს არ ქონდეს ის ხარისხი და ისე ვერ დაისვენოთ ძილის პროცესში, როგორც მაგალითად ფხიზელი ადამიანი ისვენებს. თუმცა ძილი და მოსვენება ამ შემთხვევაში მისცემს ორგანიზმს საშუალებას, რომ ეს დიდი სტრესი ამ ტოქსინებით გამოწვეული დააბალანსოს და რაც შეიძლება დროულად და ეფექტურად დაუბრუნდეს თავის ფუნქციას. აქეთ განსაკუთრებულ რამეს უნდა შევეხო, რატომ აქვს მაგალითად ზოგიერთ ადამიანს უფრო მძიმედ გამოხატული ნაბახუსები და ზოგიერთ საერთოდ არ აქვს ნაბახუსები. ეს არის გამოწვეული ძირითადად გენეტიკიდან. ადამიანებს გენეტიკურად განსხვავებული დონე აქვთ ალკოჰოლ დეჰიდროგენაზასი, ეს არის ფერმენტი, რომელიც ეთანოლს გარდაქმნით აცეტალდეჰიდად. მათ კი რომელთაც ამ ფერმენტის ნაკლები რაოდენობა აქვთ, მათში ეთანოლის გარდაქმნა უფრო შენელებულია, შესაბამისად ეს ტოქსიური ნივთიერებები უფრო დიდხანს რჩებიან ორგანიზმში და მათი ნაბახუსებიც უფრო მწვავედ არის გამოხატული და უფრო დიდხანსაც გრძელდება. მაგალითად, ერთი მეგობარი მყავს ინდონეზიიდან, რომელსაც დიდი ალბათობით აქვს კონკრეტული ფერმენტის მუტაცია, რომელიც არის ALDH2 მუტაცია. ეს მუტაცია წარმოუდგენლად ართულებს ალკოჰოლის გადამუშავებას ორგანიზმში და მსგავსი ადამიანები, როდესაც მიიღებენ ალკოჰოლს, მათ უვითარდებათ მაშინვე ხლაში, რაც არის სახის სიცითლე. და თითქმის უმცირესი დოზაც კი ალკოჰოლის ყოფნით მათ იმისთვის, რომ მეორე დღეს მთელი დღის განმავლობაში გქონდეთ ნაბახუსები. გარდა ამისა, აქვე უნდა გითხრათ, რომ ნაბახუსები დაახლოებით 72 საათს გრძელდება და ამ სიმპტომების გაქრობის შემდეგ ჩვენი ორგანიზმი ისევ საწყის ჯანსაღ მდგომარეობას არ უბრუნდება. მაგალითად, კუჭნაწლავის სისტემა მთელი ამ დროის განმავლობაში ებრძვის ალკოჰოლის ტოქსიურ გავლენას, განსაკუთრებით ჩვენი სასარგებლო ბაქტერიები კუჭნაწლავის ტრაქტში ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში უდიდეს სტრესს განიცდიან და ნაწილობრივ ირღვევა კიდეც ნაწლავური ბარიერი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. და ეხლა უმნიშვნელოვანეს რაღაცას მინდა შევეხო და ხაზი გავუსვა, რამდენად დიდი სისულელეა ეს ყველაფერი. კონკრეტულად გულისხმობ, რამაც მოკლა იმან გადაგარჩინოს. თუ რაღაც მსგავსი წარმოუდგენელი რამ. როდესაც ადამიანებს აძალებენ ნაბახუსებზე, რომ ისევ ალკოჰოლი დალიონ და აჯერებენ, რომ ეს ყველაფერი მათ მდგომარეობას გააუმჯობესებს. უკვე რომ აგიხსენით მექანიზმი, ალბათ თქვენ თვითონაც ხვდებით, რამდენად დიდი სისულელეა ეს ყველაფერი. ალკოჰოლის დამატება უბრალოდ გვაძლევს იმ ეფექტს, რომ ადამიანი ნაბახუსებიდან უბრუნდება ისე შეზარხოშებულ მდგომარეობას და რეალურად ეს ეფექტები კი არ ქრება არსად. ეს ეფექტები სუსტდება და დროში გადანაცვლდება. პირობითად, თუ თქვენ ეხლა უნდა ყოფილიყავით ნაბახუსები, ეხლა თუ ორ ჭიქას მიიღებთ და დალევთ, ნაბახუსები იქნებით დაახლოებით რამდენიმე საათის შემდეგ აუცილებლად და დამერწმუნეთ, უფრო მძიმე ნაბახუსებიც გექნებათ და ეს ნაბახუსები უფრო დიდხანსაც გაგრძელდება. ეს არის უბრალოდ არაარგუმენტირებული დასაწყისი წარმატებულ ალკოჰოლიკობამდე. შესაბამისად, ამ შემთხვევაში გირჩევთ დაუჯეროთ იმ დადასტურებულ მექანიზმებს, რაც რეალურად ალკოჰოლის მოქმედებას ჩვენს ორგანიზმში ასუსტებს და აბალანსებს მის ეფექტებს. სცადოთ ეს ყველაფერი, თუ უკვე გიცდიათ, დაწერეთ კომენტარებში, რამდენად იმოქმედა. ჩვენ კი აუცილებლად შევხვდებით საინტერესო თემით შემდეგ კვირაში.